ვიყავით ქართულ ბიზნესში ერთ-ერთ გამორჩეულ ისტორიაზე, გამოცდილებაზე, რომელიც უკვე 25 წელს ითვლის. ვიდეო საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული პროფესიული მომსახურების კომპანია წელს მნიშვნელოვან იუბილეს აღნიშნავს. 25 წელი მუდმივი ზრდის, ცვლილებების, გამოწვევებისა და წარმატების ისტორია. ისტორია, რომელიც არა მხოლოდ ბიზნესით, არამედ პარტნიორობით, ადამიანური ურთიერთობებით და ნდობით იქმნება. დღეს სწორედ აი ამ გზაზე უნდა ვისაუბროთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ვიდეო საქართველოს როგორც ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ქართულ ბაზარზე, როგორ ვითარდებოდა წლების განმავლობაში და როგორ ხედავს საკუთარ როლს ქვეყნისა და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში. სტუდიაში მასპინძლობთ ზურაბ ლალაზაშვილს, ვიდეო საქართველოს მმართველ პარტნიორს და ჩვენთან ერთად არის მაია ხაჭიძე, ვიდეოს პარტნიორი და ბიზნეს კონსულტაციების მიმართულების ხელმძღვანელი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. ილოცავ წინასწარ იუბილეს, საქმიან საზოგადოებას ვეთყვი, რომ ვიდეოს გუნდზე ჩვენ მხოლოდ ვიწყებთ საუბარს. მე დღეს ბევრს არ ვილაპარაკებ, მონოლოგები და საუბრები ხვალ ბევრი გვექნება. უკვე ზუსტად 25 წლის თავს ვაღნიშნოთ და მე და ნინის კიდევ მანამ მანჯგალაძე შემოგვერდება ამ აღნიშვნაში, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ვიდეო არის ძალიან მნიშვნელოვანი ამაგდარი ქართული ბიზნეს საზოგადოებისა, სუბიექტურადაც ვიტყვი BMG-ის ზრდაში და ამას მოვყვები კიდევაც ხვალ. მას განსაკუთრებული წვლილი და როლი აქვს პიროვნული ურთიერთობების მიღმა და მადლობა ვიდეო ჯორჯიას არაჩვეულებრივ გუნდს ამისთვის. კარგი, დავიწყოთ ეს ყველაფერი იმ ამბით თუ როგორ დაიწყო ეს მოგზაურობა. მთელი 25 წელი გავიდა ზურაბ. ალბათ ყველაზე გასახარი და სევდიანი ამბავი ერთდროულად ეს 25 წელია, იმიტომ რომ ის ძალიან სწრაფად გავიდა, მაგრამ დღეს ჩვენ სულ სხვა რეალობა გვაქვს ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც სულ რამდენიმე ადამიანით იქნებოდა. ნამდვილად, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გიორგიესით გაისწრებისთვის. ესე იგი, 25 წლის წინ მართლაც როცა ამ თემაზე ვფიქრობდით, რომ დაგვეწყო რაღაც გაგვეკეთები და განსხვავებული ძალიან პატარები ვიყავით რა. პირადად მე ახლა 24 წლის ვიყავი და შესაბამისად გვეგონა რომ ახლა всё ჩვენ ვიცით ყველაფერი, რაც შეიძლება იცოდი ადამიანმა ამ სფეროში და მოდი ახლა ჩვენი საქმე გავაკეთოთ. რა თქმა უნდა, რომ წარმოგვედგინა მე რა სირთულეები იყო, ალბათ შეიძლება გადაგვეფიქრებინა, მაგრამ ეგ იყო სწორედ კაი, რომ არ ვიცოდით რა სირთულეები გველოდა. ხო, რეალურად ეხა როგორც ყველა ესეთი დაწყება ძალიან დიდი ენთუზიაზმი, ძალიან დიდი ძალისხმევა, ძალიან დიდი შრომა, თავდადება და მთავარი იყო, რომ გვინდოდა რაღაცნაირად გამორჩეულები ყოფილიყავით რა. ეგ იყო ჩვენი აი ძალიან პირველი ამბიცია, ყველაზე მთავარი გამორჩეულები, ცნობადები, რაღაცა დაგვემტკიცებინა, რომ მაგრები ვარ, ჩვენ შეგვიძლია რაღაც გაკეთება. და ეს გვამოძრავებდა დიდი ხანი. შესაბამისად, ეხა დღევანდელი გადასახედიდან აბსოლუტურად ხო სხვა რეალობა, სხვა სიტუაცია. მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცნაირად ღირდა ის ზუსტად ის რაღაცნაირად გამბედაობა, თავდადება, შრომა, ყველაფერი იმისთვის, რასაც დღეს უყურებთ ჩვენ. რა ეტაპზე დადგა ის მომენტი, გარდამტეხი, როცა განვითარება უკვე იყო შეუქცევადი, როცა უკვე დაიწყეთ გუნდმა ფიქვი გამრავალფეროვნებაზე, სხვადასხვა მიმართულებით, ეს არის კონკრეტული თარიღი, კონკრეტული მომენტი თუ აი რა იყო ისე, როცა დასტაბილურდა და უკვე სხვა მომენტია, რომელსაც ყველა ბიზნესში გრძნობთ. რეალურად ეხა მე ყველაზე მეტად რომ მიფიქრია ამაზე, ალბათ მომენტი იყო, როდესაც ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გვჭირდებოდა საერთაშორისო ბრენდი იმისთვის, რომ უფრო მეტად წარმატებულები ყოფილიყავით, ცოდნა მიგვიღო პირველ რიგში და გადმოგვეღო დასავლური გამოცდილება და რაღაცას ცოდნა, რომელიც საქართველოში ძალიან ცოტა იყო მაშინ ხელმისაწვდომობა და ეს 2002 წელი იყო მახსოვს, პირველად როცა ვიდეოს შევეხმიანეთ და წერილი პასუხი მაქვს ძალიან საინტერესო იქნა ვინახავ იმას. როდესაც მოგწერეს, რომ ხო, საქართველოს საერთოდ ჩვენთვის ისეთიო რა, რაც გვაინტერესებს ძალიან პატარა და მართლა ძალიან პატარები ვიყავით და შემდგომ იყო ის პერიოდი, როდესაც დაიწყო საქართველოს აი სახელმწიფო საწარმოების პრივატიზება, დაიწყო მათთვის უკვე ინვესტორების მოძიება, ჭირდებოდათ უფრო ხარისხიანი მომსახურება, საერთაშორისო ბრენდი და ჩვენ დავიწყეთ ვიდეოს სხვადასხვა ოფისთან თანამშრომლობა, პირველი იყო უკრაინის ოფისი და შემდგომ აიქიდან რეალურად დაიწყო შეუქცევადი პროცესი, რასაც მუდმივის და განვითარება ქვია. ვაია, რა გახსენდება? ისე ჩამორჩით ახლა ეს ამ ყველაფერს, იმიტომ რომ ხო მე ვიცი რა არის, როცა იხსენებ განვითარების გზას, ამის თამდევი არის ყველა ტიპის სენტიმენტი, სევდიანიც, მაგრამ გასახარიც, ხო? კი, მოგესალმებით პირველ რიგში. რეალურად მე ვფიქრობ 25 წელი მართლა ქართული რეალობისთვის, კომპანიისთვის საკმაოდ დიდი პერიოდი არის და მართლა როგორც ურამ აღნიშნა, ბევრი რამ გადავიდა, ბევრი საინტერესო რამ გადავიტანე და ბევრი გამოწვევაც იყო ამ ხნის განმავლობაში.
ჩვენთვის, ანუ ერთი მინდა ზურამ რაც ახსენა იმას დავამატო, რომ ჩვენთვის რეალურად ეს გამრავალფეროვნება მომსახურებების, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი სპექტრი გვაქვს ამ ხრივ, იყო, ანუ ბევრ რაღაცაზე იყო, რა თქმა უნდა, დაფუძნებული, მაგრამ ორი მნიშვნელოვანი თემა იყო, რასაც მეც გამოვყოფდი. ერთი რომ თავიდანვე ჩვენ მქონდა ესეთი ხედვა, რომ არ ყოფილიყავით მხოლოდ კონკრეტული ესეთი მომსახურების მიმწოდებელი კომპანიებისთვის, და ყოფილიყავით რაღაცნაირი პარტნიორი, სანდო პარტნიორი, რომელიც განვითარების გზაზე ეხმარება კომპანიებს, რომ კიდევ უფრო წინ წავიდნენ. და ამ მიმართულებით, როდესაც რაღაც საჭიროებებს ხედავდით ბაზარზე, რა ჭირდება დღეს, რა შეიძლება დაჭირდეთ ხვალ, აი აქედან გამომდინარე, ფიქრობდით ზუსტად ახალი მიმართულებების განვითარებას და ესე შეიქმნა დღეს როგორც მოვედით, ესე შეიქმნა ეს ყველაფერი და დღესაც სხვათა შორის აი დიდი მიმართულებების ქვეშ მიდის ეს მუდმივი ანალიზი ბაზრის, რომ რა საჭიროებებია, როგორ შეიძლება დავეხმაროთ კიდევ კომპანიებს. და ასევე მუდმივი აი სიახლეზე ორიენტირებულობა, ეგეც თავიდან იყო პრინციპში, თავიდანვე იყო და ეხაც გრძელდება ეგ მაგაზე ჩვენი აქცენტი, რომ მაქსიმალურად ვიყოთ ესეთი ორიენტირებული სიახლეებზე და საჭიროებებზე. თუმცა მათ შორის მოტივაციაც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მით უმეტეს წლების განმავლობაში, რომ მუდმივად ფიქრობდე განვითარებაზე. რა გაძლევთ აი ამ ძალას, რომ მუდმივად იყოს ვიდეო ლიდერის პოზიციაზე? მოტივაციას იცით რა ბევრი რამ გვაძლევს, მაგრამ ალბათ პირველ რიგში ჩვენი დამკვეთების ნდობა და იმის დანახვა, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უკავშირს კომპანიებისგან დამკვეთებისგან სულ ვიღებთ, რომ რეალურ მხარდაჭერას უწევთ და ესეთი ხელშესახები მხარდაჭერა არის ჩვენი მხრიდან მათი საქმიანობის განვითარების. ეს მართლა მოტივაციას გვაძლევს და მეორე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ჩვენი შიდა კულტურა, ჩვენი გარემო და ის ადამიანები, რომლებიც თითოეული ჩვენგანი ვფიქრობ, რომ ერთმანეთს აძლევს მაქსიმალურ მოტივაციას, ანუ ისეთი გარემო ვცდილობთ რომ გქონდეს, რომ მაქსიმალური მოტივაცია, მაქსიმალური პოტენციალი რომ გამოვავლინოთ თითოეულმა ჩვენგანმა. ეს ორი ფაქტორი ყველაზე დიდი მოტივაცია არის ალბათ. მაია ზურა ვიდეოს გამოარჩევს კიდევ ერთი ესეც საკუთარ მაგალითზე და სხვა ბიზნესების მაგალითზეც ვიტყვი, მუდმივი ფიქრი მომავალზე. მუდმივი ფიქრი განვითარებაზე, რაც მის DNM-შია. ეს DNM-ი არის შექმნილი ცხადია კონკრეტული ადამიანების მიერ, იმიტომ რომ რაც არ უნდა ჩვენ ბრენდის სიძლიერეზე ვილაპარაკოთ, თუნდაც გამაგრებულზე საერთაშორისო ქსელი, განვითარების მომენტი იყო მუდმივი თამდევი და დღემდე გრძელდება ვიდეო საქართველოსი და მისი გუნდისა. რომელიც უკვე რამდენ სიტყვისურა დღეს ვიდეო საქართველო ყველა სერვისის გათვალისწინებს. სადღაც თანამშრომლების რაოდენობა ალბათ 270 ფარგლებში ალბათ არა, 11 პარტნიორი, რა ძალიან მნიშვნელოვანია, 270 დამკვეთები ბევრი არის ასეულობით. ეხლა გამიჭირდება თქვა რა ჯამში ეხლა აი ეს უხეშად რო თქვა სადღაც 6-7,000 კომპანიაზე მეტის მოემსახურეთ ამ ხნის განმავლობაში. პორტფელი არის უკვე 6-7,000. ანუ რაცაც მოემსახურე, ხა მუდმივი არ არის ეს რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, დაახლოებით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დღესაც წარმოადგენს გუნდი. მე ვიცი რომ თქვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ განვითარების ძრავი აქ არის ჩადებული. შესაბამისად ვინ წარმოადგენს ეს უკვე გუნდს, პარტნიორები ახსენე, თუ შეიძლება ამაზე ცოტა მეტი რო ვთქვათ. მინდა რომ გუნდის თემა იყოს ცოტა მეტად წარმოწეული. ძალიან მნიშვნელოვანია და რატომ? იმიტომ რომ ეს თავიდანვე ხო, ეს როდესაც ეს კომპანია შეიქმნა, ეს არ იყო 1-2 კაცის კომპანიისთვის არ იყო გაკეთებული. რაც ეს რეალობა რო თქვა, შემთხვევაში ესეთი პრაქტიკა იყო დამკვიდრებული და მემკვიდრეობით გადადიოდა ხოლმე კიდე ხო რაღაცნაირად. ამის მიზანი იყო რაღაცნაირად გავფართოებულიყავით, როგორც მაიკომ აღნიშნა, სხვადასხვა სერვისების მიწოდების შესაძლებლობა ქონდა და ამას ჭირდება ის ხალხი, ვინც უხელმძღვანელებს და ეს არ არის მარტო სტატუსი, ეს არის პასუხისმგებლობის აღება პირველ რიგში კომპანიის შიგნით ადამიანის და მერე გარე დამკვეთების მიმართ და შესაბამისად ძალიან ბედნიერი ვართ ჩვენ ყველა, რომ აი 11 ადამიანია, რაც ხო ისე იშვიათობაა საქართველოში, რომლებიც უდგანან ამ ყველაფერს სათავეში, რომლებიც ხელმძღვანელობენ სხვადასხვა მიმართულებას, ჩვენთან თან აი კულტურა ისეთია დამკვიდრებული, რომ
ალბათ გადაწყვეტილების 99%-ზე მეტი კონსენსუსით მიიღება. ეს არ არის რომ თქვა რაღაც რამოდენიმე ადამიანი შეიკრიბოს თქვას რაღაც ესე ვქნა თუ ისე ვქნა არა ეს მიდის იქამდე დისკუსია მსჯელობა სანამ ყველა არ იგზობს რომ სწორი გზით მივდივარ სწორი გზით ვითარდება ეს ყველაფერი ხო იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ერთობა გქონდეს მაგ კუთხით იმიტომ რომ სხვანაირად პრინციპში დაგვიჭირდებოდა შესაბამისად და მათ გარდა კიდე რაც ყველაზე მეტად მიხარია ბევრი არის ისეთი ლიდერი, აი მომავალ ლიდერს ვეძახით უკვე ჩვენ ამ ხალხს, რომელსაც შეუძლია ითვირთოს ეს პასუხისმგებლობა. ბევრი გვესდება ესეთი ადამიანი უკვე, რომლებსაც მიღწეული აქვს ძალიან დიდ წარმატებას, ბევრი ჩვენი თანამშრომელი, სხვათა შორის ყოფილი თანამშრომელი აც უკვე ძალიან კარგ წარმატებულ კომპანიებშია გადასული და წარმატებულები არიან თავიანთ კარიერაში. ჩვენი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რომ ამერიკის ოფისში წამყვან პოზიციებზე, რავი, ჩვენი ახლა ალბათ 5-6 თანამშრომელი მაინც მუშაობს. და ასევე ბევრს უშვებთ ხოლმე ასე პერიოდულად გაცვლით პროგრამებს ეგრეთ წოდებულ გამოცდილების მიღების კუთხით. ამიტომ აი ეს გუნდი არის, რითაც რეალურად ძალიან ვამაყობთ ალბათ ეს ყველაზე მაგარი რაღაც რაც შეიძლება ქონდეს ადამიანს და კომპანიას. თან საინტერესო ის არის რომ ცოტა ასე ვთქვათ შერეული გუნდი გვყავს, იმიტომ რომ არიან ახალგაზრდები, ანუ ჩვენ სტუდენტები აგვყავს სტაჟირებას და მათ ვსრდით და ვართ ჩვენ ასე ვთქვათ, რომლებიც 20 წელზე მეტია მუშაობენ მენეჯერებიც მათ შორის 20 წელზე მეტია მუშაობენ კომპანიაში და ასე რომ საკმაოდ მრავალფეროვანი არის კომპანიაზე ახალგაზრდა თანამშრომელი უკვე. კომპანიაზე ახალგაზრდა ბევრია და კიდე გენდერული ბალანსი გვაქვს ქალბატონების სასარგებლოდ მნიშვნელოვანი, ასე რომ მნიშვნელოვნად ხო. რაც აუდიტორული საკონსულტაციო კომპანიის კიდევ ერთი პრივილეგია და უპირატესობა. მე დარწმუნებული ვარ ამაში, ჩვენი სიძლიერე ერთ-ერთი სწორედ მაგაშიც არის. რა გეგმებით ვართ და რა გეგმავთ საიმისოთ რომ ერთია რომ ვიდეო ვერ გააჩერებს ზრდას, ეს წარმოუდგენელია. ისი განვითარებიდან გამომდინარე, თუმცა არის თუ არა გამოკვეთილი რაიმე ტიპის ახალი სამიზნეები, რომელიც სასახად შეიძლება შეგიძლიათ რომ ახსენოთ როგორც ვიდეო ჯორჯიას პარტნიორები. მაიკო სიახლეები და გეგმები გვაქვს რეალურად. უბრალოდ აქ დღეს ალბათ ჯობია ყველაფერი არ ვთქვათ და ცვლილებები იგეგმება ვიდეო საქართველოს რეგიონალურ გაფართოებასთან დაკავშირებით და მენეჯმენტ ხელმძღვანელობაში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს შეგვიძლია ვთქვათ, ეხლა ესე მოკლედ ხო და დანარჩენი დეტალები აი ხვალ ჩვენ სავიბირო ღონისძიება რაც გვაქვს და იქ გაჟღერდება. კი, ჩვენ სტუმრებს იქ სულ ერთი დეტალიც არ მინდა რომ გამოგჩეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ვიდეო საქართველოს იზრდებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკასთან ერთად. შეგვიძლია თუ არა ყოველგვარი გადაჭარბების და სუბიექტივიზმის და დაცლით ვილაპარაკოთ მათ შორის იმ კონტრიბუციაზე, რომელიც ვიდეოს ინტელექტუალების გუნდმა შეძინა ამ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენ აქტიურად თუ პასიურად ყოველთვის ამის თანამონაწილეები ვიყავით. ასე არ მინდა რაღაც ამბიციურად თქვა, მაგრამ ორი მიმართულებით შემიძლია გამოყო. ერთი, როდესაც ჩვენი გუნდი სხვადასხვა წარმომადგენელი ჩართული იყო საქართველოში სხვადასხვა დროს რეფორმების განხორციელების პროცესში, კანონმდებლობაზე მუშაობა იქნებოდა, სიახლეების შემოღება იქნებოდა თუ ასე შემდეგ. ეს არის ერთი მიმართულება. მეორე არის, როდესაც ჩვენ ესე მიგვაჩნია, რომ იმ კომპანიების მხარდაჭერა, ქართული კომპანიების ზრდაში მხარდაჭერა, რაღაცის გაჯანსაღება, რაღაც უკვე დანახება, ინვესტორთან ამ ხალხის უფრო კარგად გამოჩენა და ასე შემდეგ, ხო, რა თქმა უნდა, ეს ეკონომიკას ეხმარება, იმიტომ რომ ამ კომპანიებს აძლიერებს და კომპანიების გაძლიერება ზუსტად ნიშნავს რეალურად ქართული ეკონომიკის გაძლიერებას. ამიტომ ამაშიც შემიძლია ვთქვა ნამდვილად რაღაცნაირად რომ გვაქვს ჩვენი მცირე წვლილი პატარა აგური დადებული. კარგი, მე როგორც გითხარით, ჩვენ ხოდ დავიწყეთ ამაზე საუბარს. ხალ გავაგრძელებთ. ჩვენ ამ თემაზე ხალ გავაგრძელებთ საუბარს, მაგრამ მარცხალ არ დავასრულებთ, იმიტომ რომ მგონია რომ ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ქართული ბიზნესისთვის გუნდიდან გამომდინარე, რომელსაც ვიდეო საქართველოს ქვია. მადლობა მობრძანებისთვის ზურაბ ლალაზაშვილს, ვიდეო საქართველოს მმართველ პარტნიორს და სასიამოვნო იყო მაია ხაჩიძის მასპინძლობა, რომელიც ასევე ვიდეოს პარტნიორია და ბიზნეს კონსულტაციების მიმართულების ხელმძღვანელი.